მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. და ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ ის თუ როგორ შეიძლება დავიხმაროთ ფსიქოლოგია უმუშევრობის დაძლევაში ან ვთქვათ კარიერულ წინსვლაში, ხო? სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში, უკეთესი სამსახურის პოვნაში და ასე შემდეგ. შესაბამისად, მოგიყვებით ახლა იმ პრაქტიკულ ხერხებზე, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ დაძლიოთ უმუშევრობის პრობლემა როგორც მინიმუმ. თქვენ კი მანამდე გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დაალაიქეთ, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს, რომ მათი ცხოვრებაც გაუმჯობესდეს და ჩვენ კი დავიწყოთ საუბარი ზუსტად ამ თემაზე. ალბათ იცით, რომ ჩვენს ფსიქიკას, ჩვენს გონებას აქვს ცნობიერი ნაწილი და ქვეცნობიერი ნაწილი. ძალიან ხშირად ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ეძებს სამსახურს, უშედეგოდ, ხო? ნელ-ნელა ეჩვევა წარუმატებლობის შინაგან მდგომარეობას, ანუ მისი კუნთების ფორმა ხდება ესეთი, მისი ხმის ჟღერადობა, მისთვის აბსოლუტურად შეუმჩნევლად თან, ხო? ტვინი გადადის, ასე ვთქვათ, ისეთ რეჟიმში, რომელშიც უგზავნის გარშემო მყოფებს სიგნალს წარუმატებლობის შესახებ. და როდესაც ასეთი ადამიანი სთხოვს, მაგალითად, ნაცნობებს ახლობლებს, რომ მათ, ასე ვთქვათ, დაელაპარაკონ ვისმეს თავიანთ ნაცნობებს, ასე ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, რომ დაეხმარონ ამას სამსახურის პოვნაში. არ როდესაც გასაუბრებაზე მიდიხარ ასეთი, ასე ვთქვათ, განწყობით შინაგანი, ბუნებრივია შანსები მიდის ქვემოთ, ხო? იმაზე, რომ ამ ადამიანებს მოუნდება, ან შეინ სამსახურში აყვანა, ან შეინ დახმარება. შეიძლება გითხრან, კი, დაგირეკავთ აუცილებლად და ამაზე დამთავრდეს ყველაფერი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში აუცილებელია სამსახურის ძებნასთან ერთად მოვიყვანოთ ისევ ჩვენი ფსიქიკა იმ მდგომარეობაში, როდესაც ის წარმატების სიგნალებს გაუგზავნის იმ ადამიანებს, ვისთანაც ყოველდღიურად შევდივართ კომუნიკაციაში. ამისთვის დაგჭირდებათ ძალიან მარტივი სავარჯიშოს კეთება 2 წუთის განმავლობაში დღის დასაწყისში, 2 წუთის განმავლობაში დღის ბოლოს. და თუ ამ მარტივ წესს დაიცავთ, თქვენი შანსები იმაზე, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ თქვენ სამუშაო პირობებს და იპოვით თქვენთვის მისაღებ სამსახურს, მნიშვნელოვნად გაიზრდება. ახლა თვითონ სავარჯიშოები, ესე იგი, პირველი 1 წუთის განმავლობაში დაიწყეთ თქვენი წარმატებების გახსენება, ნებისმიერი წარმატებების გახსენება. პირველ კლასში 5-იანი მიიღეთ, ფეხბურთში თამაში მოიგეთ, კონცერტზე გქონდათ გადასარევი გამოსვლა, კარიერული წინსვლა გქონდათ, ფინანსური წარმატება გქონდათ, სპორტული წარმატება გქონდათ. არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი წარმატება, ტაიმერი დააყენეთ პირდაპირ ტელეფონში. და 1 წუთის განმავლობაში იფიქრეთ წარმატებულ მომენტებზე. რაც შეიძლება კარგად გაიხსენეთ, გემრიელად, რომ გაიხსენეთ, სად იყავით იმ მომენტში, ხო, გარშემო რა ხმები გესმოდათ, რა ადამიანებთან გქონდათ კონტაქტი. იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, გაიხსენოთ თქვენმა სხეულმა ეს წარმატებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა. ეს 1 წუთი. ეს 1 წუთი რო გავა, დააყენეთ კიდევ 1 წუთი ტაიმერი და დაიწყეთ ფიქრი იმაზე და კონცენტრაცია იმაზე, თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ამჟამად პოზიტიური, ხო? მაგალითად, მაქვს სახლი, მყავს მეგობრები, გადასარევი ოჯახი და ასე შემდეგ. ყველა ის სიკეთე, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება იყო მადლიერი საკუთარი თავის, ადამიანების, მამაზეციერის, საზოგადოების და ასე შემდეგ. ყველაფერი, რასაც ფლობთ, რაც უკვე არის თქვენი, განსაკუთრებით ისეთ რაღაცეებზე დაფიქრდით, რასაც ფულით ვერ შეიძენთ. ეს შეგიქმნით შინაგანი სიმდიდრის მდგომარეობას. შესაბამისად, ამ 2 წუთიანი ესეთი სააზროვნო კონცენტრაციის შედეგად თქვენ დაიწყებთ, ასე ვთქვათ, სხვა სიგნალების გაგზავნას იმ ადამიანების ქვეცნობიერში, ვისთანაც კომუნიკაციაში შედიხართ, ურთიერთობაში შედიხართ, ხო? პირველი ეს არის წარმატებულობის სიგნალი და მეორე ეს არის დოვლათიანობის, სიმდიდრის სიგნალი. შესაბამისად, მათ გაუჩნდებათ თქვენთან ურთიერთობის უფრო ძლიერი სურვილი, უფრო დიდ ყურადღებას დაგითმობენ, შესაბამისად, თქვენი ურთიერთობა და კომუნიკაცია შედგება უფრო კონსტრუქციულად და
ამგვარი მარტივი გზით შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ იმის შანსი, რომ იპოვით თქვენთვის სასურველ სამსახურს ან გაიუმჯობესებთ სამუშაო პირობებს. Სულ ეს არის და ეს. დღეში 2 წუთი შეგიძლიათ აკეთოთ ეს დილით და საღამოს. მათთვის, ვისაც გსურთ ჩემს ტრენინგში მონაწილეობა, რომელიც ეხება, ასე ვთქვათ, საკუთარი პიროვნული თვისებების, ცვლილების ტექნოლოგიებს, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს, შევცვალოთ ჩემი თავი და სხვას ასევე, რომ მას შეცვალოს საკუთარი თავი იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ჯანმრთელები, წარმატებულები და ბედნიერები. შეგახსენებთ 23-ში ვიწყებთ საღამოს, გვაქვს პირველი მეცაინეობა. დამატებითი ინფორმაციისთვის კომენტარებში, აი ამ ვიდეოს კომენტარებში ჩავდებ ბმულს, საიდანაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაეცნოთ დეტალურად ამ ტრენინგის შესახებ ინფორმაციას. გისურვებთ წარმატებას, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო და სასარგებლო ვიდეო დევს და კიდევ დავდებ მომავალში. სხვადასხვა თემაზე, ყოფითი თემები იქნება, რაღაც სიღრმისეული შინაგანი თემები შეიძლება იყოს, ხო? სხვა რაღაცებს შევეხებით, გაუზიაროთ ესევე იმათ, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ და ასე ვთქვათ, შეიძლება რომ ამ ადამიანებმა რაღაცა შვება ნახონ, ან პირიქით, ასე ვთქვათ, უფრო მნიშვნელოვან შედეგსაც მიაღწიონ, ხო, წავიდნენ კარგიდან უკეთესისკენ. გისურვებთ წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე.